სტუდენტობის პერიოდში მუშაობდი საკონდიტროში და მე დროთა განმავლობაში სწავლა დავამთავრე, მაგრამ იმ პროფესიას აღარ გავყევი. მეორადმა პროფესიამ გადაწონა ეს რაღაცა ცხოვრებისეულმა სინამდვილემ გამოიწვია ალბათ და ჩავერთე ამ ბიზნესში. სრულიად მარტო, სრულიად შიშველი ხელებით, არაფრით, მაგრამ მცირედით დავიწყე და დღესდღეობით რაღაცა არის. ვერ ვიტყვი, რომ არ ვარ კმაყოფილი, მე ვარ პროფესიით ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაგრამ ამ პროფესიით არ მიმუშავია. მე რომ გავხსენი აქ საკონდიტრო, იმ მომენტისთვის არსად არ იყო ასე ოფიციალური სახით საკონდიტრო, ასე რომ პირველი მიმართულება როგორც ასეთი სივრცეს თან და თან მომსახურება, თან რაღაც ტორტი, ყავა და სხვა ყველაფერი, ესეთი ვარიანტი მანამდე არ იყო. ეს პირველად გავხსენი ხუაში მე. მცხოვრებ ქალებს იმ ხარდაჭერა ნამდვილად ჭირდებათ, მაგრამ თუ კი თვითონაც არ ისურვებს ქალი, რა თქმა უნდა, ვერანაირს ვერ მიაღწევ. ცოტა მაღალმთიანაჭარაში რაღაცა ისეთი შეზღუდვებია თითქოს ქალების მუშაობასთან და შრომასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც აქტიური არიან აქაური ქალები, მინდა ვთქვა და ცდილობენ და მე როცა მოვისურვე, ხარდაჭერა ვნახე. ვინც ეძებს ის პოულობს, მინდა ვთქვა. არის სხვადასხვა საგრანტო პროგრამები, ანუ არის ხელშეწყობა ძალიან ბევრი მიმართულება არსებობს, ასეთი რაც შეუძლია ქალმა გამოიყენოს და არა მხოლოდ ქალმა. თუ კი აქვს სურვილი, გააკეთოს რამე ბიზნესი, ან განავითაროს რაც აქვს ის ბიზნესი. ბევრჯერ მიგრძნია გვერდში დგომა. თუნდაც სხვადასხვა საგრანტო კონკურსებისგან და რავი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, საიდანაც მიმიღია როგორც დახმარება, ფინანსური მხარდაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იმ მცირე ბიზნესებმა იარსებონ ასეთ როგორ ვთქვა, შიდა მიგრაციის ფონზე, იმიტომ რომ სოფლებიდან იცლება ხალხი და აქედან გამომდინარე ჩვენ მაინც შემოვრჩით და მაინც ვცდილობთ, რომ ცოტა რაღაცა გავაკეთოთ. აჭარისწყალი ჯორჯიას ჰქონდა საგრანტო კონკურსი გამოცხადებული, რომელშიც მივიღე მონაწილეობა. ეს იყო ფინანსური მხარდაჭერა, რომლის მეშვეობითაც მე შევიძინე მაცივარი. ანუ ყველა ბიზნესს ჭირდება წლების განმავლობაში გადაიარაღება და ახლის შეძენა, ინვენტარის განახლება და ეს იყო უნიკალური შანსი იმ მეწარმეებისთვის, ვისაც ჭირდებოდა ინვენტარიზაცია და მე გამოვიყენე ეს შანსი. 2016 წლიდან მუშაობ ხულოს რაიონში და განვითარებაზე ვფიქრობ და არა მგონია რომ რამე შევამცირო ან შევზღუდო. მინდა რომ უკეთესი იყოს ჩემი ბიზნესის მომავალი. შემიძლია რაღაცეები დავამატო და მაქვს იდეაში, იმედია ხელი შემეწყობა და კიდე განვავითარებ მომავალისთვის ამ ბიზნესს.